Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მარიამ როინიშვილის რუბრიკით დილა მშვიდობისა. მარიამ ნივერსალმები შენ სტუმრებს, რომელსაც დარწმუნებული თავად წარადგენ. დილა მშვიდობისა, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მომენატრეთ რაღა დაგიმალოთ და მეხარია რომ ისევ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ არაჩვეულებრივ ტელემაყურებელთან და დღეს საინტერესო ამბით მოვედი და ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს რაც თავარია. მოდი პირდაპირ დავიწყებ თემის წარდგენას, რადგან ბევრი გვაქვს სასაუბრო და მოსაყოლი თქვენთვის და რა თქმა უნდა ტელემაყურებლისთვის. მოკლედ საქართველოს უნივერსიტეტს აქვს ძალიან საინტერესო ამბავი ჩვენთვის. ვინც დაინტერესებულია ცეკვით და არ გულისხმობ მხოლოდ ქართულ ნაციონალურ სხვა კუთხის ცეკვებს ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო აქტივობას ითვალისწინებს ფაკულტეტი, რომელიც ახლა ისხამს ხარჯს და ამ თემასთან დაკავშირებით ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ. დღეს ჩემი სტუმრები არიან გიორგი უშიგიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში და ნინო მახათაძე, საქართველოს უნივერსიტეტის ქორეოგრაფიის პროგრამის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როგორც უკვე წარმოვიდგინეთ ჩვენს მაყურებელს თემა, ჩემთვის ძალიან საინტერესო და მოდი გავამხელ, არ ვიცი ხა ცოდვა გამხელილი ჯობსა თქვამია და ცოდვა რამდენად მეთვლება არ ვიცი, მაგრამ ჩემი აუხტენელი ოცნება ზოგადად რომ მე ცეკვით კარგად ვეცებ ცხოვრებაში. აი, მაგით დავიწყოთ ყველაფერი. ანუ ერთ თუ გინდოდა პირდაპირ გეტყვი რა თუ დავხელაში. სამუთი და ამოედანი. თავი ქუჩში მაქვს. მე მინდა რომ ხატია მივიღო ჩვენ, ხატია მინდა რომ მივიღო ჩვენთან. ნახე როგორი საცეკვაო წარმოდგენილი ვარ. ხო, ზუსტად მე ცოტაც მაცალეთ და მოვახსენე აუცილებლად. მე და ბაჭოს წყვილსი თუ დაგვაყენე. მოვდივარ. სიამოვნებით. გიორგი, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან როგორ მოხდა იდეის ჩამოყალიბება, როგორ მოხდა უბრალოდ როგორ გაჩნდა იდეა და შემდეგ როგორ შეესხა ყველაფერს ხორცს. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი სიყვარულით მივესალმები ტელემაყურებელს. საინტერესო ამბავი არის, მე საქართველოს უნივერსიტეტში დავიწყე ხალხური ასამბლეის შეკრება სტუდენტებისთვის და აი სწორედ აი ამ პერიოდში გაჩნდა იდეა რომ გავეკეთებინა საბაკალავრო პროგრამები, ზოგადად საქართველოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული ტრადიციული მიმართულება, ეს არის ის დარგები, რომელსაც ჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და შენარჩუნება. ხო, და იცი რა არის, ეს პირდაპირ შემილია თქვა რომ საქართველოს უნივერსიტეტისთვის არის აი ესეთი რა აი ეროვნული მნიშვნელობის ასე ვთქვათ საკითხი ეროვნული მნიშვნელობის თემა რომელიც სადაც აი ინვესტიცია მათი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს არ არის ის ფაკულტეტი რომელიც აი რაღაცა გრანდიოზულად მომგებიანია და ასე შემდეგ მაგრამ აი მათი ინვესტიცია სწორედ არის მიმართული აი ეროვნულობისკენ და ამის შენარჩუნებისკენ შეიძლება ასე ითქვას და აი მაშინ რომ ჩამოყალიბდა ეს იდეა რომ მოდი გავაკეთოთ ეს ორი პროგრამა და რატომ იმიტომ რომ აი ხა ცოტა გადავალ შევცვლი ასე ვთქვათ თემატიკას რომ განათლების ნაწილი ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი აი ხა დღეს რასაც ჩვენ უყურებთ იგივე მაგალითად ახალგაზრდები რომელებიც ქუჩაში დგანან და არიან პროტესტში ხო ანუ განათლებული თაობა მოდის ამიტომ აი ეს განათლება აძლევს იმის საშუალებას რომ სწორი ხედვა აქვთ მათი ქვეყნის ანუ სად მიდის მათი ქვეყანა ვინ არის ამ ქვეყნის მტერი იმიტომ ამას იძლევა ეს განათლება ხო ამიტომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად და ასევე უნდა ვთქვა ხოდაშორის აი პროტესტების ფონზე საქართველოს უნივერსიტეტის მაგალითი როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტების ასე ვთქვათ პოზიცია აი ამ დროს და მათ შორის სტუდენტების მიმართ ხო და ხო და მათ შორის სტუდენტების ხარაჯერასაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი მაგალითი რატომ მოვიყვანე იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ისეთი განათლების მქონე ადამიანები ქორეოგრაფიაშიც და შემდეგ უკვე ჩვენ გვექნება ტრადიციული მუსიკა და ეს იქნება ქართული სიმღერა და ქართული გალობა რომელსაც აქვთ საბაზისო განათლება იმისა რომ საინტერესო თავიანთვის საინტერესო ნიმუშები შექმნან იმიტომ რომ როდესაც ჩვენ აი ძალიან მარტივია შუა მოხდომე ხშირად შეიძლება სახლი ააგო ბევრნაირი რა თქვა შუშის იმის ამის მაგრამ საძირკველი თუ არ არის აი ესეთი გამყარებული და ძლიერი ხო ეს ყველაფერი თავზე დაგანგრევა ასე საძირკველი სწორედ არის ის რომ ქორეოგრაფები ადამიანები რომლებიც ჩვენთან მოვლენ რომ ისწავლონ და ეს თქვა აი ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფიის მიმართულებით თქვა ხო მათი ცოდნე ყველა ის ცეკვა ავთენტური განსაკუთრებით პროფესიონალებად უნდა ჩამოყალიბდნენ
და შემდეგ ხო, მაგრამ იცი რა, შენ თუ შენ გინდა რომ შექმნა შენი, ამიტომ უნდა გქონდეს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. და ეს მასალა უნდა გქონდეს. განსაკუთრებით ახლა ეკრანზე გაი ავთენტური ცეკვები მაგალითად, ხო, ძალიან ბევრი. მათ შორის არა მარტო ის კუთხეები, რომელიც თქვა ყველასთვის ცნობილი ესე ქორეოგრაფიული ნიმუშებია, ხო, მაგალითად როგორც არის აჭარა, როგორც არის მაგალითად სვანეთი, ფეფერხულებით, არამედ მაგალითად იგივე ისტორიული საქართველოს ის ტერიტორიები, სადაც შემონახული არის ისევ და ექსპედიციები გაკეთებული აქვს, მათ შორის მაგალითად იგივე ჩვენს პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ალიმბარაშვილი არის პროგრამის ხელმძღვანელი ჩვენთან ნინოსთან ერთად და მინდა გიორგიძე თქვა რომ ეს არის ჩვენს თაობაში ერთ-ერთი გამორჩეული და აი წინვალე მწოდნე ქართული ცეკვისა და უბრალოდ მას დიდად არ უყვარს ტელევიზიით გამოჩენა და ამიტომ შეიძლება ესე არის რომ საზოგადოება, მაგრამ აი ის რომ ის იქნება ჩვენთან და აი ესეთი ახალგაზრდული რაღაცა გუნდი შეიკრა და ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ ასეთი თაობა მოდის რომელიც დღეს აგრძელებს უკვე თაობა მოვიდა რომელიც დღეს აგრძელებს კიდე აი ახალგაზრდებისთვის საოცოდის გადაცემას და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რა არის რომ აი ამ სწავლება დაფუძნებული არის საარქივო მასალებზე და ისინი მიიღებენ თუნდაც ხვათაშორის ასევე მუსიკალურ მიმართულებითაც, იმიტომ რომ აი მაგათ ჩვენ ხვდებით დღეს რომ მაგათ ცეკვებს ხვდებით, სადაც მაგათაც მთლიანად აცდენილია მუსიკალურ ნაწილს, ხო, მაგალითად. თეორია ჩართული იქნება, ძალიან ბევრი საგნებია. ნინო მერე აბსოლუტურად ითქვის ამას, მაგრამ აი ხშირად გაგინახიათ, რომ ცეკვა და სიმღერა ერთმანეთთან აცდენილია საერთოდ, ხო, საერთოდ სხვა სიმღერაა და სხვა მუსიკაა და საერთოდ სხვა ცეკვაა. გარდა მაგისა, მე მაინც ვფიქრობ, როცა მეტი ინფორმაცია გაქვს რაღაცაზე და იცი ამ ყველაფრის ძირი და ფასი, შემდეგ როცა შენეულს აკეთებ რაღაცას, აი იქ მეტი სიფრთხილე გაქვს და ხელაღებით არ ებყრობი რაღაცებს რა, ამიტომ განათლება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წეგან ეს მაგალითი მაგით მოვიტანე, როცა შენი ქვეყნის ისტორია არ იცი, ძალიან ძნელია რომ ძალიან ძნელი კი წარმოუდგენელი იყო პატრიოტი ამ ქვეყნისა, ხო, ამიტომ ძალიან რთულია, როცა შენ არ იცი ფესვები ამ შენი სიმღერისა თუ შენი ცეკვისა, რომ შენ მერე იყო მაქსიმალურად ფრთხილი ამ ყველაფრის მიმართ. ხო, არა, და იცი რა არის, რომ აი გარდა მაგისა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძალიან ცოტა რაოდენობით იყენებენ იმ მათ შორის ქორეოგრაფები იმ ძველი ნიმუშებისა, რომელიც საქართველოში დღემდე კიდე შემორჩენილია. ვერ ვიტყვი რომ განებივრებული არიან ქორეოგრაფები, მათ შორის განსაკუთრებული დიდად ყველა რაღაც ექსპედიციებით და არიქა და ყველა ქორეოგრაფი ჩადის რეგიონებში და ექსპედიციებს ატარებს და ასე შემდეგ. და სწორედ ჩვენ ასეთი ადამიანები გვჭირდება დღეს ახალგაზრდები, რომლებიცაც ეცოდინებათ ყველა ის საცეკვაო ნიმუში, რომელიც საქართველოში იყო გავრცელებული. ეს იქნება რაღაცა უბრალო პატარა ძალიან მცირე რაღაცა საცეკვაო ნიმუში თუ ისეთი უფრო მასშტაბური, ხო? ეს ისტორია, საიდან მოდის ეს ილეთები, ხო? ბოლომდე არ არის მაინც შესწავლილი ბოდიში ჩაგეჭრებით ქართული ქორეოგრაფია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს სცენაზე ნანახი, ბევრ რამეს ინახავს თითოეული კუთხე. და ამისი შენახვა სცენაზე გადმოტანა, გემოვნებით წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ნაწილია. ძალიან აბსოლუტურად გეთანხმები და გიორგი დაგეთანხმები შენ იმაში, რომ სხვა შეს მუსიკის თვალსაზრისითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე, რომ სწორედ აი გადმოვიტან უბრალოდ ჩვენ პროფესიაში ახლა ამ შემთხვევაში და ვიტყვი პარალელს გავავლებ უბრალოდ იმ კუთხით, რომ იქმნება ხანდახან ისეთი ვერსიები, აი უხეშად არის ეს ყველაფერი ხანდახან დარღვეული, ამ დროს მიჩნდება მეც კითხვა, რომ ასეთი ხელყოფა, ისეთი ნიმუშების მაგალითად ხო, როგორც ამ შემთხვევაში არ ჩამოვთვლი სხვადასხვა ულამაზეს სიმღერებს, რომლის ხელყოფაც ისე ხდება ხანდახან, რომ ხვდები, რომ ეს არაპროფესიონალის გაკეთებულია. ამ შემთხვევაში ცეკვაში თავად მსგავს შემთხვევა. რაღაც ისეთი ახლად შექმნილი რაღაცა ცოტა ესეთი მოფანოღო, ესეთი რაღაცა სიმღერები ხო არის რაღაც ესეთი ხო, მასაც არ გვეუბნება ხო? ბევრია ეს უკვე. ამაზეც კი ზგავენ, ისა რა ქვია, ცეკვებს, ქართულ ცეკვებს. ხო, აი ამაზეა ზუსტად ლაპარაკი, რომ მწოდნე, როდესაც მწოდნე აკეთებს, როდესაც პროფესიონალი უდგას ამ ყველაფერს სათავში, სულ სხვანაირად ხდება შემდეგ უკვე. მე ჩემი თვალით ეს ყველაფერი ნანახი, იმიტომ რომ არ შეიძლება, მაგრამ ამას ვამბობ სწორედ, რომ განათლება ამ საკითხში არის უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ
როდესაც ადამიანმა იცის მაგალითად კონკრეტულ ცეკვას რა კოსტუმი უნდა მაგალითად ხო, როგორ რა უნდა გეცვას, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანის ძალიან ბევრი დეტალია ნამდვილად გასათვალისწინებელი აბსოლუტურად. და ეს გემოვნებით ჩამოყალიბება მნიშვნელობა კი, ნიშნავს იმ თავარის დაკარგვას, შეიძლება შენ ჩვენ ადამიანს ვერ ვასწავლით გათანამედროვებას. თუმცა არც არავინ არ უკრძალავს ამას, ხო? მაგრამ შენ უნდა იცოდე ძირები ამ ყველაფერისა, რომ შეძლო გათანამედროვება. ეხლა მაგალითად ქართული სიმღერის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ მაგალითად მოტივებზე, ვთქვათ ჯანსუღკახიძე მაგალითად იყენებდა ქართული სიმღერის მოტივებს. და რატო და კარგად იყენებდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდა ხალხური სიმღერა. გეთანხმები, ძალიან კარგად იცოდა და ძალიან დიდი გემოვნების მატარებელი იყო შინაგანი. შესაბამისად ეს აქ ცეკვაშიც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ შენ გქონდეს ბევრი ინფორმაცია, რომ მე შექმნა უკვე შენეული და ეს იმისთვის რომ სტრუქტურა დაარღვიო, სტრუქტურა უნდა იცოდე. ანუ ისე სხვანაირად ვერ დაარღვევ, მაშინ გამოდის რომ ქაოსში ხარ და ეგ არის. ჩვენ არაერთი რაღაც ეტიკეტი თუ ასე ჩვენ ევროპული ისტორია თუნდაც კულტურის ხო, რომელიც პირდაპირ ერთმანეთში გადაჯაჭვული არის, ის კოსტიუმირებული, მაშინდელი თუ ის ეტიკეტები, რომელსაც მაგალითად ჩვენ ვსწავლობდით თეატრალურში, მოხმარებას იმ რაღაცა ჩანთის იქნებოდა თუ აქსესუარების, შიგნით როგორ იდებოდა რაღაცა პარფიუმერია თუ ასე შემდეგ, პარიკი და მასთან ყველაფერი ეს მოცემულობა, ის მუსიკა, ის მოძრაობა, რომელიც ესთეტიკა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ეს უბრალოდ რაღაცა გენეტიკურად მოვყვება და უბრალოდ ესე რაღაც გადმოცემით ვიცით და ხასიათში გვაქვს და ის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ეს დაიკარგოს ხო დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება და ის რაღაცა ძირეული სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ცოცხალი რა არის, ხო, როდესაც ეხა ეს უნიკალური ნიმუშები რაც გვაქვს, რაც გადის ეხა მაგალითად რაც დღეს კიდე არის ხო რეგიონებში. ეს არის ის რომ ამის გადაცემა მოხდეს ცოცხლად ანუ ეს არ შემოიდოს თაროზე როგორც რაღაც საარქივო ნიმუში, ხო? ამისი თავარი ამბავია, რომ ეს ადამიანებიდან ადამიანებს გადაეცეს ესე და არ დაიკარგოს თორე ხა თაროზე და დისკზე ჩაწერილი ჩათვალე მაინც არის გამქრალი და დაკარგული საზოგადოები ყოფიდან ასე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას. რა თქმა უნდა, ნინო, მოდი გადმოვალ ხა თქვენ და ჩვენ ახსენეთ ქართული ცეკვა, სხვა კუთხის ცეკვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ სოფლიო ხალხთა ცეკვებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ სოფლიო ხალხთა ცეკვები, რომელიც დაემატა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაწილია ამ ფაკულტეტისა. კი ბატონო, მაყურებლისთვის ავხსნი, რომ ჩვენი სპეციალობა სახელწოდებით არის ქართული ცეკვის ან სოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი. აი ეს ან დიფერენციაცია ხდება მეორე კურსიდან და შესაბამისად სტუდენტს სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს სოფლიო ხალხთა ცეკვა. ან ქართული ცეკვა. ეს ხო, ან თავისთავად ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი. ეს არის ახალი ექსკლუზიურად საქართველოს უნივერსიტეტში პირველად საქართველოში იქნება ამის შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა თავიდანვე შეუძლიათ ეს არჩევანი გააკეთონ და ეს გააკეთონ მერე ეტაპობრივად. ძალიან საინტერესოა იმ კუთხით, რომ სოფლიო უზარმაზარია, ძალიან ბევრი წარმოიდგინეთ ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მასშტაბით და ყველა კუთხეში აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული ქორეოგრაფიული ნიმუშებია. თავისი ხასიათით, შესრულების მანერით და სოფლიოს ქვეყნებსაც აქვთ ძალიან საინტერესო ქორეოგრაფია. თუმცა თან აი ვფიქრობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოფლიო ქორეოგრაფიის შესწავლა იმ კუთხითაც, რომ ჩვენი ეროვნული კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა სიმაღლეზეა, რა არის ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. და რა დეტალებია, რასაც შეიძლება რომ მივცეთ საშუალება ცოტა განვითარდეს ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ და მასალა ძალიან დიდია და ძალიან საინტერესო ის ადამიანები, რომლებიც აბიტურიენტებს მიმართავენ, რომლებიც დაინტერესდებიან და სოფლიო ქორეოგრაფიას აირჩევენ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია ელით. ისინი თანაბრად სწავლობენ ქართულ ცეკვასაც, სოფლიო ხალხთა ცეკვებსაც და მე უკვე დამდგმელი ქორეოგრაფი როგორც ესეთი ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს. კარგი იქნება თუ ეს იქნება საბაბი იმისთვის, რომ შემდეგ სოფლიო ხალხთა ცეკვის ანსამბლებიც ისევე როგორც ქართული ცეკვის გვაქვს და ჩამოყალიბდეს. იმიტომ რომ საამისო ბაზა მაგალითად ქორეოგრაფულ სასწავლებელს ქორეოგრაფულ სასწავლებელში ისწავლება სასცენო ხალხური. იქაც არის სოფლიო ხალხთა ცეკვის დეტალები, რომელიც გასცენიურებული ვერსია, რომელიც ბალეტებში გვხდება, ეს იქნება უნგრული, პოლონური, ესპანური თუ ასე შემდეგ.
მაგრამ უკვე ხალხური ავთენტური ასეთი ვერსია არ გვქონდა და იქნება პირველად და ეს ძალიან ისეთი საამაყო და საპასუხისმგებლო ამბავია ვიღეთ საკუთარ თავზე, მაგრამ ძალიან საინტერესო და იმედია რომ აი ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებს მაგალითად ან იმ პირებს ვისაც მანამდე შესაბამისი ქორეოგრაფიული განათლება აქვს დაბაზა, მზაობა საიმისოდ რომ უკვე რაღაც ინფორმაცია აქვს, შემდეგ უკვე უმაღლეს სასწავლებელში ესეთი განათლება მიიღოს. მით უფრო რომ 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამაა და მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროგრამის ძალიან ინტენსიური სწავლები მოსახიბლი ასე რამდენად ინტერესო ბაბატი არა უშავს გისმენთ ჩვენ რაღაცას ვესწრებთ ხო რივერდენს როცა ჩავდივართ ირლანდიაში ხო თქვა ფლამენკოს ჩავდივართ მადრიდში აი რაღაცა ნაწილებს რომ ვაკავშირებთ ჩვენს ეროვნულ ცეკვასთან აი ეს დეტალი თუნდაც სირტაკიდან ხო აი ესეც ძალიან საინტერესო ჩვენ ხო არ ვიცით საიდან მოდის და აი ამ ისტორიას რო ადამიანები სწავლობენ და მე ხო კიდევ უფრო საღად აღიქვამენ ნებისმიერ ქვეყანაში მათ ეროვნულ მე მაგალითად როგორც ჩემსრულებელი ხალხს გონია ხო მაგალითად რომ მარტო ხალხურ სიმღერას უსმენ მაგალითად და რატო გონია რომ მანქანაში რომ ჩავჯდები იქაც ხალხურ სიმღერას უსმენ ამ დროს საერთოდ ავაკეთებ მაგას ხო ანუ მე მჭირდება მე ბევრი ინფორმაცია ანუ სხვა მიმართულებებზეც ამიტომ ფაქტობრივად ძალიან ბევრი რამეს უსმენ რაც კარგია ამიტომ ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია შენ არა მარტო ქართული იცოდე არამედ იცოდე სოფლიო ხალხთა ცეკვები როგორ არის ხო აი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის ერთი აი რატომ არის კარგი საქართველოს უნივერსიტეტში იმიტომ რომ აი ეს გარემო რომელიც აი თავისუფალი გარემო რომელიც მაგათ იგივე აი წეგან თქვი რომ აი პოზიცია როგორი უნდა იყოს რომელიც არ უზღუდავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მაგალითად არაწესებს ხო მაგალითად იგივე არის ფანტასტიკური ინფრასტრუქტურა იგივე ქორეოგრაფიისთვის იგივე სიმღერისთვის ხო არის ჩვეულებრივი დარბაზები თავისი რა ვიცი მოწესრიგებული აბსოლუტურად ყველა სტანდარტით ხო ეს სწორედ იძლევა იმის საშუალებას აი ეხა ესეთი პერიოდია ჩვენ მე და ნუ საუბრობთ თუ აი ჩვენ რო დროში ვწავლობთ რანაირი იყო ხო ეს რა ქვია ჩაბნელებული რაღაც კორიდორები და არა გათბობა და არა არაფერი აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფრასტრუქტურა რომელიც ასე ვთქვათ აი კიდე აი სწავლის პროცესში გეხმარება ძალიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე საქართველოს უნივერსიტეტის სხვათა შორის აქვს ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა მათ შორის ევროპულ უნივერსიტეტებში და ამ ხრივად ჩვენ ვიმუშავებთ და ძალიან საინტერესო იქნება რომ ჩვენ ვაპირებთ რომ მე უკვე ევროპიდანაც მათ შორის მოვიწიოთ ძალიან საინტერესო ქორეოგრაფები რომლებიც ჩაატარებენ ეგრეთებულ მასტერ კლასებს ჩვენი სტუდენტებისთვის და აქაც მოხდება ეს გაცვლა სწორედ ამ ინფორმაციის ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ რომ ჩავიკეტოთ რაღაცა ასე ვთქვათ ჩვენ სივრცეში პირიქით ეხა და ძალიან საინტერესოა რომ პედაგოგების თვალსაჩინოთაც ხო ეს არ არის რაღაცა ერთი ის არა ვართ სამეგობრო წრე პირიქით ჩვენ კონკურსებს ვაცხადებთ მათ შორის აკადემიურ თანამდებობებზე და ანუ ყველა შეუულია რომ მაგალითად ჩვენთან თავის პროფესიონალიზმით მოვიდეს და თავისი ასე ვთქვათ ცოდნა გაგვიზიაროს. კი, ძალიან საინტერესო თვითონ ინიციატივა რა თქმა უნდა უნივერსიტეტის, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს რამდენად დიდი არის დაინტერესება თვითონ სტუდენტებისა უკვე. არის თუ არა გამოხმაურება ფაკულტეტთან მიმართებაში. და სექტემბრიდან უკვე თავისუფლად აი ესეც მინდა რომ სხვა შორის ჩვენს ტელემაყურებელს ავუხსნათ როგორ ხდება ზოგადად ხო ჩაბარი იმიტომ ჩვენ ვიცით რომ თეატრალურში კონსერვატორიაში გამოცდები გვაქვს ჩვენ ჯერ კონსერვატორიაში მაგალითად ამ შემთხვევაში მე მქონდა გამოცდები ხო შემდეგ აი ეს ყველაფერი მაინც რომ ჩავშალოთ აუცილებლად და ინტერესით მაინტერესებს საგან დაინტერესება დიდია 2 აპრილის 2 საათზე არის ღიაკარის დღე აი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ და კიდევ უფრო დეტალურად წარუდგენთ აბიტურიენტებს და აუცილებლად თვითონ ჩაბარების პროცესს რაც შეეხება, გვაქვს შიდა საუნივერსიტეტო ტურები, შემოქმედებითი ტურები. კი ბატონო. 3 ტური იქნება, სადაც მუსიკალური სმენა და ელემენტარული პლასტიკა მოწვდება პირველ ტურზე. შემდეგ მეორე ტურზე უკვე პედაგოგთან ერთად მუშაობთ. შეგვიძლია. მუსიკალური სმენის შემოწმების პრობლემა შეიძლება. პლასტიკაზე არა უშავს, მაგრამ ნიჭი რაც ყველაზე მთავარია ამას ვეძებთ. მოკეთ მეორე ტური გვაქვს პედაგოგთან ერთად მუშაობს აბიტურიენტი. ეს იქნება ქართული ცეკვის და მსოფლიო ხალხთა ცეკვის აუცილებელი ელემენტები, რომელიც უნდა ისწავლოს გაკვეთილი სახით უნდა წარმოადგინოს და მათ შორის საცეკვაო ფრაგმენტები და მესამე ტურში უკვე სადადგმო ხელოვნებაზე მუშაობენ, ასევე თვითონვე მოამზადებენ მუსიკალურ ნაწარმოებს მოიტანენ, მოამზადებენ ცეკვას და უაჩვენებენ ეს ელემენტარული ნიუანსები აი ამ 3 ტურის განმავლობაში, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტმა უნდა წარმოაჩინოს როგორ მოძრაობს, როგორი პლასტიკა აქვს, როგორი სმენა აქვს. რამდენ ტურს მოიაზრებს? 3 ტური. 3 ტური. და თუ არის ასაკობრივი ზღვარი?
ასაკობრივი ზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ჩემთვის სვამამ კითხებს ნამკოცი და იცით რა მაინტერესებს, მაგალითად არიან სტუდენტები, ვინც უკვე სწავლობს ხო სხვადასხვა უნივერსიტეტში და თავისი სხვა პროფესია აქვს. აი ამ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესდებოდა, უნდა რომ მეორად მობილობა, ან მობილობა გააკეთოს, ხო, ეგრეთწოდებული მობილობა. თქვათ იქაც სწავლობ და თქვენთანაც მინდა რომ კი, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ, რომ ვთქვათ მობილობითაც შეძლონ გადმოსვლა, თუმცა ამაზე ინფორმაციას დამატებით გავავრცელებთ. 2 აპრილს რაც შეეხება ყველა რანარჩენს არის იმ სტანდარტებში, როგორიც არის ზოგადად ადგენილი, იმიტომ ეს სახელმწიფო ეს არის ეროვნული გამოცდების შემადგენელი ნაწილი, მათ შორის იგივე გრანტის მოპოვების შემთხვევაში როგორ მოხდება და ასე შემდეგ, ეს არის ყველაფერი სტანდარტულად, როგორც ხდება სხვა ყველა საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში, სახელმწიფო რომელსაც არ გულიდებს, ხო? და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ახლა ინტერესად შეეხება, ხო? ინტერესი საკმაოდ დიდია. საბედნიეროდ საქართველოში ძალიან ბევრი ბავშვი ცეკვავს, ძალიან ბევრი ბავშვთა ანსამბლია, ბევრი მღერის, მაგრამ აი სწორედაც რომ ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ანუ ბავშვი რომელიც ცეკვას სწავლობს, ანუ შემდეგ რო აგრძელებს, ანუ მხოლოდ იმ ასე ვთქვათ იმით კი არ გააგრძელოსაც ბავშვობაში ისწავლა, ასე ვთქვათ, აი იმ ცოდნით, ხო? არამედ განვითარდეს, დამატებით ცოდნა მიიღოს, თეორიული მიმართულება ჩაერთოს და უფრო პროფესიული იყოს, ხო, რა, ამას გულისხმობ. ხო, რა თქმა უნდა და სოფლმეურნეობა გაეზარდოს, ხო? და ამასობაში ჩვენ კიდე გვაქვს დამატებით არჩევითი საგნები, რომელიც უკვე აი ესეთი ძირთად ესეთი სოფლმეურნეობის, ვთქვათ, ჩამოყალიბებისთვის, ზოგადი ესეთი განათლებისთვის არის ძალიან საინტერესო, მაგალითად იგივე უცხოენა და საგნები რაღაცეები, რომელიც აი აღარ ჩამოყალიბდა მაგაზე, რომელიც აი სწორედ ამ განვითარებაში გეხმარება ადამიანს. და სწორედ აი ჩვენ გვინდა რომ შევხვდეთ ესეთი დემოკრატიული გარემო, თავისუფალი, სადაც აზრებს გავცვლით ერთმანეთთან, იქნება შემოქმედებითი გარემო. და სწორედ რომ აი ეს ამ საქართველოს უნივერსიტეტში ამ ყველაფრის დაფუძნება ჩემთვის არის რაღაც ახალი ეტაპის დაწყება ხალხურ შემოქმედებაში. მე ამაში დარწმუნებული ვარ. გიორგი, მოდი საიდუმლოდ თუ გაგვიმხელ ძალიან გამიხარდება, თუ იგეგმება კიდევ ახალი ფაკულტეტების ჩამოყალიბება ახლო მომავალში საქართველოს უნივერსიტეტში. კი, ჩვენ ესე იგი საქართველოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ტრადიციული მიმართულება, ესე რომ მე ვხემძღვანელობ. ესე გვაქვს ახლა 2 საბაკალავრო პროგრამა, ეს არის ქორეოგრაფიაში 2 და შემდეგ აუცილებლად იგეგმება მუსიკის მიმართულებითაც, ეს იქნება ხალხური სიმღერა, ქართული გალობა. და ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს და შეიძლება მე კიდე რაღაცებიც გავაკეთოთ, ასე რომ გავფართოვდებით. 3. აი ეს არის ძალიან საინტერესო, რომ პირველად არის ეს შემთხვევა, რომ ეს არის 3 წლიანი სწავლა, სხვა შემთხვევებში არის 4 წლიანი, მაგრამ ეს არის 3 წლიანი და ეხლა შენ იცი რაზე ვიფიქროთ, რა წარმოვიდგინე რეგიონებიდან რო ჩამოდიან ადამიანები, ვთქვათ, ხო, რამხელა ხარჯი აქვს დედაქალაქში ცხოვრების, ხო, მაგალითად, და შეიძლება რომ 3 წლიანი იყოს ინტენსიური სწავლება და ესეთი დაკავშირებული 3 წელში დაატვირთო რომ მალე და ეხლა დღეს სოფლიო ხო ესეთი აი ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს, დაანდაჩქარებულია ყველაფერი, ამიტომ ის ამ 3 წელიწადში მაქსიმალურად შეეცდება რომ ისწავლოს თანხები დაზოგოს. მისთვის დიდი შეღავათია ნამდვილად, რომ თანხები დაზოგოს და შემდეგ ჩავიდეს საიდანაც წამოვიდა იქ და გააგრძელოს მუშაობა უკვე და შემოსავალი უკვე კონდეს, ხო, თავისი. ასე რომ ეს უკვე 1 წელი რო აქ ახარ ბინის ბქირას არიხდი და ყოველდღიურ ხარჯებს და შემდა შენს ქალაქს უბრუნდები, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში სტუდენტი რჩება მომგებიანი აბსოლუტურად ფიზიკურათაც და დროის ნაწილში. ფინანსურად და დროის ნაწილში. კიდევ ერთი ხიბლი აქვს ხოლმე სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ მეც რო ჩავაბარე ბერძნულზე, ახალი შექმნილი იყო და კიდე რა მოგწონდა ერთ-ერთი, რომ გაქვს შანსი რომ იქვე დასაქმდე, იმიტომ რომ ახალი ფაკულტეტია და შეიძლება ლექტორადაც დაგასაქმო და იქვე დარჩე შენ საყვარელ უნივერსიტეტში. ნამდვილად ასეა. ეს ძალიან დიდი სტიმულია. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, იცი რა აუცილებლად უნდა გადავუხელოთ ხოლმე მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეროვნული საქმის განხორციელებაში გვეხმარება რა. მაგალითად, თქვენ ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხელოთ პირდაპირ თქვენ გადაცემას, იმიტომ რომ როდესაც თქვენ ჩვენ გვეხმარებით იმაში, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადამიანებს, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი უფრო მეტი ვილაპარაკოთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს ღირებულებებზე და ამასთან დაკავშირებით ადამიანებმა ბევრი ისწავლონ.
და ამაში ტელევიზია ძალიან გვეხმარება. მე მინდა TV1-ს დიდი მადლობა გადაუხადა თქვენ გადაცემას ამაში და მე ასევე საქართველოს უნივერსიტეტს მინდა მადლობა გადაუხადა. ძალიან დიდი მადლობა. საქართველოს უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადო სწორედ ამ პროგრამისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. ნამდვილად საერო საქმეა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მინდა მობრძანებისთვის, გიორგი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე მგონი რომ თქვენ ნელ-ნელა თქვენს ტელემაყურებელს და ჩვენ ტელემაყურებელს უნდა დაემშვიდობ, მაგრამ მე ტრადიციულად არ ვემშვიდობები, იმიტომ რომ აუცილებლად დავუბრუნდები ძალიან მალე ანა ქურთუბაძესთან და ნიკა ლომიძესთან ერთად, ასე რომ კამერა შეგიძლიათ მივართოთ არაჩვეულებრივ ხატიასკენობა ჩვენ სტუმრებს და მე პირადად მაქვს გამოცდილი საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ მე დამთავრებული მაქვს 6-თვიანი კურსი კი მარკეტინგის და მენეჯმენტის და ვიცი რა საოცარი გარემოა, როგორი პროფესიონალები ასწავლიან და საერთოდ როგორ ხდება სწავლა, ასე რომ ხო და ცოტა ხანში მე შემოგიერთები ხატია. ძალიან დიდი მადლობა.